ბიზნესი ძალიან მალე ახალი შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდება. კომპანიები თუ მოქალაქეები, ვისაც საქართველოში ავტომობილები შემოჰყავდათ გასაყიდად, მოუწევთ, რომ თამაშის ახალ წესებს დაემორჩილონ, რადგან ძალიან მალე პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო წინადადება შევა, რომლითაც მთავრობა მოითხოვს, რომ გამკაცრდეს ავტომობილების ქვეყანაში შემოტანა და განისაზღვრება პერიოდი 6 წელზე მეტი უფრო ადრე გამოცემული მანქანები ქვეყანაში ვეღარ შემოვა, მაგალითად, წელს თუ გეგმავდით ავტომობილის შეძენას და აპირებდით 2018-19 წლიანი მანქანა გეყიდათ, ამას ვეღარ მოახერხებთ ახალი შეზღუდვით და მოგიწევთ მინიმუმ 2020 წლიანი ავტომობილი იყიდოთ. საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864,000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამაჩვენებელმა გადააჯარბა 2 მილიონს. ანუ ხედავთ რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს ერთი მხრივ საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ ეკოლოგიური მდგომარეობის გავარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი და ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი, ასე ვთქვათ, წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. დღეს უკვე გახდება ცნობილი, რომელი უნივერსიტეტი რამდენ სტუდენტს მიიღებს, დაანონსდა ეს მთავრობის ადმინისტრაციის ხდომაზე და ზუსტად 1 საათში კონკრეტულ დეტალებს მოვისმენთ გივი მიქანაძისგან. დაახლოებით გავიგებთ, რომელ ფაკულტეტებს რამდენი სტუდენტის მიღების შესაძლებლობა იქნება და რომელი უნივერსიტეტი რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ მაგალითად ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გასულ წელს სამივე დონეზე, ბაკალავრზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე 5,000-მდე სტუდენტი მიიღო, 6,000-ზე მეტი სტუდენტი მიიღო 2024 წლის მონაცემით, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმის ფონზე, რომ ახლა 3+1 ფორმატი მოქმედებს პრინციპი, ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, საინტერესოა კვოტები როგორ გადანაწილდება და რამდენი უნივერსიტეტი, რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებს. დღეს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს. ეს კვოტები პირველად დამოკიდებულების აღდგენის შემდეგ დაეფუძნება შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. და გარდა ამისა, ეს კვოტები განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის შესაბამისად, კონკრეტულად ამ კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ რეფორმის შედეგად დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი, ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით 2012 წლებში წინა ხელისუფლების მიზანმიმართული პირდაპირ ვიტყოდი მავნებლური ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსეოს უნდა დაუბრუნდეს დედა უნივერსიტეტის სტატუსი, შესაბამისი მისია და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ რეფორმის, რომელიც ჩვენ წამოვეწყეთ, არის სწორედ ეს. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას არ აინტერესებს ფასების ზრდა, მხოლოდ როგორ ხდება პროდუქტებზე, საწვავსა თუ მედიკამენტებზე. დღეს დაანონსდა, რომ გაარკვევენ რა ხდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდებზე და საინტერესო ფრაზა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ აქ აინტერესებთ არა მხოლოდ მაგალითად ფასები, არამედ აინტერესებთ მოხმარების რაოდენობა. შესაბამისად, ამას უკვე დაადგენენ შესაბამისი სამინისტროები და მოკვლევარები.
კვლევას ჩაატარებენ და ეს არ არის ყველაფერი. კიდევ ერთი შეზღუდვა უწესდება ბიზნესმენებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად საქართველოში აწარმოებენ და ასხამენ წვენს, წყალს თუ სხვადასხვა საკვებ პროდუქტებს პლასტმასებში, ამ შემთხვევაში იკრძალება სწორედ მათი გამოყენება და ეს ეხება არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებას, არამედ იმპორტსაც და საკმაოდ საინტერესოა ამაზე რა რეაქცია ექნება ბიზნესს, რადგან მათი ხარჯები სწორედ ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი რაოდენობა იხარჯება. ჩვენ დავიწყოთ უკვე ფასების სიღრმისეული შესწავლა, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორც არის სურსათი, მედიკამენტები, ასევე საწვავი და ანალოგიური პროცესი ვიწყებთ პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების მიმართულებითაც. ეს საკითხი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბუნებრივი ჩვენი ფერმერებისთვის, რადგან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება ბუნებრივია თვითონ სოფლის მეურნეობის წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობაზე, ასევე სასურსათო პროდუქტების ფასებზე. ჩვენი შეფასებით საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე მათი ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები. და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან, დარგი სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე ახლოს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას, ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა, რომელიც პესტიციდებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს.